მოგესალმებით, მე ძალიან მიხარია რომ გიორგი გათავისუფლდა, აი ამ სულიად უსამართლო თვითნებური ერთი კაცის თვითნებური ახირების შედეგად მიღებული პატიმრობიდან, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია და მე ვფიქრობ, რაც არა ქოცი იყო ადამიანს, ვფიქრობ ხოლმე შეიძლება რომ ამაზე ვთქვათ ორი აზრი გაგაჩნდეს, ამაზე კითხვა კონდეს. აი რაც არ უნდა თავგადაკლული მომხრე იყო ქართული ოცნების რეჟიმისა. აი თუ ხარ ადამიანი რა გაგაჩნია ელემენტარული გონება, შეიძლება აი ნორმალური გეგონოს რომ მაგალითისთვის რა ვიცი აი საბი მშენიაშვილის მამა მაგალითად ხო გიორგი ხო ადამიანი რომელსაც არაფერი დაუშავებია ამ ქვეყნისთვის გარდა იმისა რომ საკუთარი თავი, საკუთარი ნიჭი, ტალანტი, ხედვა ძალიან დიდი გასაქანი რაც მას აქვს როგორც პიროვნებას, როგორც პოლიტიკოსს დაუთმო ამ ქვეყნისთვის ბრძოლას. ის როგორც ზურა ჯაფარიძე და სხვა კოლეგებმა ცხადია ხო? და აი როცა ამისთვის სამართლდება ადამიანი რა როგორ გაბედა და როგორ უყვარს საკუთარი ქართული სახელმწიფო. აი რაც არა ქოცი იყო შეიძლება რომ ამაზე სხვა ხედვა კონდეს? კარგი გიყვარდეს ვთქვათ შენი ბორენკა ივანიშვილი ხო ვთქვათ თუ უკეთეს ვერაფერი ნახე სოფლიოში და სამყაროში ხო საცუდაობაა უკვე ხო ეს დიაგნოზია ხო ეხლა უარესი რა უნდა უსულო ადამიანს რომ ამ ხელა საინტერესო თარგმნიდან სოფლიოში ბორენკა ივანიშვილი მოგწონდეს და გეგონოს რომ რაღაცისგან გიცავს. როცა გაკვლიფა, გაგძარცვა, რა ვიცი, ბეჭზე დაქცა, დაგანარცხა, ტალახში ამოქცვარა, ქვეყანას არ გავს, საგარეო პოლიტიკა არის აბსოლუტურად იავარქმნილი, ეკონომიკა არის ამ საშუალო მდგომარეობაში, ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, ყოველი მეორე ადამიანი ფიქრობს, როდის წავიდეს ამ ქვეყნიდან, ვინც უკვე არ წასულა, ახალგაზრდები განსაკუთრებით და მათივე სტატისტიკის სამსახურიც კი ვერ ერევა, რა უნდა გააკეთოს ახლა სტატისტიკის სამსახურმა, ხო? ვერ შეცვლია ამ რეალობას, ხო? ძალიან ფართო და ძალიან ხილული სახელი ქვია. აი ამ ვითარებაში ჩაგაგდო იმ კაცის მხარეს რო ხარ. და კიდევ იმაზე გაქვს ორი აზრი, უნდა იყვნენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები დღეს იმ ბრალდებით ცხადია, რითაც არიან, ხო? იმ აბსურდით. მე ხო დამნაშავეზე არ ვლაპარაკობ, ხო? იმ აბსურდით უნდა იყოს თუ ვინმე პატიმრობაში. ამაზე თუ ორი აზრი გაქვს, ძალიან მძიმე პრობლემები გაქვს და რა თქმა უნდა, ახლა გიორგის გათავისუფლება ის როგორც მალე უკვე ნიკას გათავისუფლდება, ნიკა გვანამიაზე მაგ ამ მომენტში საუბარი. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა საერთო იმპეტუსს, საერთო მომენტს უფრო მეტად გააჩენს და წარმოაჩენს, რა თქმა უნდა. ჩვენი პოზიცია, რაც თქვით არაერთხელ ამ დღეებში არის ის, რომ რა თქმა უნდა შეჯერებული, კოორდინირებული ხედვა და სტრატეგია არის კარგი და საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ლელოში, რომ ძალთა განხვედრას და სინერგიას არ გააჩნია ალტერნატივა, ამიტომ არის და რა შემთხვევით ჩვენ ყოველთვის ვიყავით ყველა იმ ფორმატში კოორდინირების და კოორდინაციის თუ კოალიციურ ფორმატში, რომელიც სწორედ ამას ისახავდა მიზნად, რომ საერთო პოლიტიკური ენერგია, სამოქალაქო ენერგია და საერთო ეროვნული პატრიოტული ენერგია გაერთიანებინა, იმიტომ რომ ამის გარეშე ცვლილება არ დადგება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ყოველთვის ყველა ფორმატის წევრები ვიყავით, ამავე დროს რა ჩვენ კოალიციური სულისკვეთება და ახლაც მზად ვართ, რომ თუ კი შეჯერებული სტრატეგიული და ტაქტიკური ხედვა იქნება ძირითად საკითხებზე და ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყოს ძალიან კარგად გავლილი. ხო, მაშინ რა თქმა უნდა ასეთი კოორდინაციის ფორმატი არის საინტერესო. რაც შეეხება საერთო პარტიულ ქოლგას, ვიტყვი რა კი ამანაც გაიჟღერა გუშინ, კონკრეტულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ერთიანი პარტიული ქოლგა, ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩვენთვის არ არის საინტერესო პოლიტიკური იდეა, მაგრამ ძალიან ძლიერი და რეალური საქმიანი კოორდინაცია, ხედვის ერთობა, სტრატეგიის ერთობა და ტაქტიკის ერთობა არის ჩვენთვის საინტერესო და ყოველთვის შეუწყობთ ხელს ასეთის ფორმირებას და გაძლიერებას. ოღონდ ვიმეორებ ამას სჭირდება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, ძალიან მარტივად და გულწრფელად საუბარი და შეჯერება. ანუ გრიგოლ, დრო ვის სასარგებლოდ მუშაობს ახლა თქვენი აზრით, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი ხალხი ქუჩაშია, პროტესტი არ წყდება, მაგრამ ჩვენ ვიღებთ რეპრესიულ მანქანას ყოველდღიურად დამძიმებულს, დღეს მაგალითად ტროტუარზე დგომის გამო გაუშვეს ხალხი ციხეში და წინ არის კიდევ ტროტუარზე დგომის გამო სისხლით. მათ შორის ჩემი ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტი, სანდრო მეგრელიშვილი, მე წარუხო დავინახე ახლა ვიცნობ ამ ადამიანს, სხვაებიც დაწვეული არიან ფანტასტიკური ადამიანები, ეს არის კანონმორჩილი, ფანტასტიკური ადამიანია, ესე მახსოვს როგორც ჩემი ახალგაზრდა მეგობარი და ერთ დროს სტუდენტი, მაშინ მეც კიდევ უფრო ახალგაზრდა ვიყავი, როცა ლექტორი პოლიტიკურ თეორიას და ძალიან გონიერი და კარგი ადამიანი და დღეს მაგრამ ისეთ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდა, სადაც ტროტუარზე დგომის გამო ის და მადლობელი ვარ ახსენე, აი როგორი შოკი იყო ჩემს, რომ ხედავ რა ეს ადამიანი ხო, წესიერი, კეთილსინდისიერი, პატრიოტი ადამიანი, უნდა იყოს ერთი დღე იქნება, ერთი საათი იქნება, თუ რამდენი ხანი იქნება პატიმრობაში და უვიცი, აი აბსოლუტურად უვიცი,
პრინციპო ადამიანების მაპატია და ჯოგი უნდა იყოს წოდებული პარლამენტად. უნდა გყავდეს პრეზიდენტი, რომელმაც არათუ ვიცია თავის დაკვრაც ვერ გაიგო, სადღაც დაეკრა თავი. თავისნაირ ესე იგი ვუჩიჩის ინტელექტს არ შევა, მივაყენებ შეურაცხყოფას. ინტელექტი არა აქვს ურიგო ვუჩიჩს ხო ვთქვათ, მე პოლიტიკური მორალი აქვს ესეთი რაღაცაი ხო ვთქვათ, როგორც აქვს, მაგრამ წაბრი კაცი იყო სტურა და ისიც ვერ გაიგო თავი სად დაეკრა. მაგის ნიჭიც არ გააჩნია, რომ თავი დავკრასო და ამ დროს აი ესეთ კარგ ადამიანს როგორც არის მეგრელიშვილი დღეს უყურებთ რომ პატიმრობაში გზავნიან, ხო? აი ეს არის ამას უნდა ერქვა სახელი. აი პოლიტიკა გადავდოთ გვერდით. ახო აი ლელო არაფერ შუაშია, ან არ ვიცი, ენემი ან გირჩი. აი ყველა ქართველი მინდა დაფიქრდეს. წესიერ ახალგაზრდა ადამიანს ვწოდნეს კომპეტენტურს, აი ჯანსაღის სულისკვეთებით რო არის, რო იბრძვის საკუთარი სამშობლოსთვის, რო უყვარს ის ტროტუარზე დგომის გამო, აი ეს უვიცდა ჯოგი, ეს კლინიკური შემთხვევა ახალად ქართული ოცნება ამ წესებს ციხეში. აი ეს არის ვინმესთვის ნორმალური. აი იმ ხოცსაც ხო ყავს შვილიც, მიშვილი, მეზობელი, რაღაცა სინდისი ხო გააჩნია. რეჟიმი ირჩევს ამ გზას, რომ რამენაირად იქნებ შეაშინოს ვინმე, რამენაირად ხო ხედავს არეშია. ამიტომ ვკითხულობ დრო ვიზე მოქმედებს რადგან. ეს ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ რეპრესიული თვალსაზრისით ცხადია დრო მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ, ყოველს წინააღმდეგ, იმიტომ რომ გინდა არ გინდა რაცონა არალეგიტიმური იყოს რეპრესიული ბერკეტები, რა თქმა უნდა, ობიექტურად უყრიათ მათ და ამ კუთხით რა თქმა უნდა დრო არის ხოლმე ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი სხვა კუთხით დრო არის მათ წინააღმდეგ. მათ შორის იმიტომ რომ ამ დროში არ გაელია პროტესტი, ამ დროში არ გაელია ბრაზი და მე პროტესტ და ბრაზს ვანსხვავებ ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ადამიანს არა აქვს ამისი ფიზიკური შანსი, რომ პროტესტი გამოხატოს გარკვეული კუთხით, ზოგს შიშის გამო, ზოგს უდროების გამო, ზოგს ჯანმრთელობის გამო, ზოგს იმიტომ რომ სხვაგან ცხოვრობს, ხო? სოფელში ცხოვრობს მაგალითად. და ვერ იქნება რეგულარულად რაიმე ფორმის პროტესტი წარმოდგენილი. ვერც თბილისში და ვერც ვთქვათ რეგიონულ დედაქალაქში, მაგრამ აქვს პროტესტი და არჩევნებზე მას აფიქსირებს. და ეს პროტესტი არის მუდმივად მზარდი ამ კუთხით, დრო არის ჩვენი მეგობარი, ანუ მთავარი პოლიტიკური კუთხით, დრო ჩვენ მხარეს უფრო არის. კი, რა თქმა უნდა რეპრესია არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ისტორიულ სურათს თუ შევხედავთ, როდესაც ცვლილება დადგება და ის დადგება აუცილებლად. ჩვენ დავინახავთ, რომ კი, ამ რეპრესიული კუთხით მძიმე იყო, ცხადია, ზოგადად მძიმეა რეპრესიულ ავტოკრატიაში ცხოვრება და პოლიტიკური ხედვის ქონა ღიად, რა თქმა უნდა არის მძიმე და რთული, მაგიტომ არ არის ავტოკრატია კარგი რამე, ხო, ცხადია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ დავინახავთ, რომ სინამდვილეში ისტორიული პროცესი მიმდინარეობდა სწორად და საჩვენოდ, იმიტომ რომ წარმოდით ჩვენ ეს ვნახეთ არაერთ დინამიკაში, ხო, სოფლის მასშტაბიდან, რომ საბოლოო ჯამში ხალხის მტკიცე ნებას, თუ კი ის არსებობს, ვერაფერი ვერასდროს ვერ შეაჩერებს და მე აქ მარტო არ მაქვს საუბარი რაღაცა თქვა სხვადასხვა მაგალითებზე ბოლო დროს, ხო, იგი პოლონეთში, ხო, თქვა, ხო, ეხლა კაჩინსკების ხელისუფლება იყო ძალიან პროქართული და ანტირუსული და მადლობელი ვარ, მაგრამ ქვეყნის შიგნით უნდა ითქვას სიმართლე, ქვეყნის შიგნით მათ ჰქონდა ძალიან ბევრი მძლავრი გადაცდომა. მათ შორის იმ ტიპისაც ქართულოცებას გააჩნია სახელმწიფოს მიტაცების კუთხით. მაგრამ იქაც ვნახეთ, რომ პოლონელი ხალხის ნებამ გაიღვიძა და აირჩია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული და უფრო პროგრესული ხელისუფლება. ამიტომ ამ ხალხის ნებას და ნებებს ვერავინ ვერ ასწორებს, მით უმეტეს მორენკა და მისი რაღაცა უვიცი კლუბი ვერაფერს ვერ უზამთრებს. რას ვუყურებთ ბოლო რამდენიმე დღე მათი ლეგიტიმაციის კუთხით და არა მარტო ლეგიტიმაციის, არამედ ლეგიტიმაციის არ ქონამ და იმ ნაბიჯებმა, რასაც ესენი დგამენ, იმ რიტორიკამ, პოლიტიკამ, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი დიდ, ასე ვთქვათ, ძალებს შორის, როგორც თავიდანვე წარმოგვიდგინა ივანიშვილმა, სად მიიყვანა ეს ქვეყანა, არათუ რომელიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ფორუმზე არ ვართ წარმოდგენილები, არამედ ფაქტობრივად ეს ქვეყანა არის დავიწყებული, სრულ იზოლაციაში დავიწყებული. აი ეს შედეგი მინდა რომ თქვენთან ერთად გავაანალიზო და კითხოთ ეს ივანიშვილს ამჟამინდელ მდგომარეობაში ეხმარება, აზიანებს თუ ივანიშვილს აწყობს ეს როლი ამ ქვეყნის ახლა. ჩვენ უნდა გვესმენდეს რომ საქართველო თუ არ არის წყალებში თქო განხეთქილების ვაშლი, ან ეს ნიშნავს რომ საქართველო არ არის განხილვის აი მაგრამ ეს ნიშნავს რომ საქართველო არ არის ინტერესის საგანი, განხილვის საგანი, აღარ არის მაგიდასთან და არც მათ ახსოვთ ვინც არიან მაგიდასთან. როგორც კანადის პრემიერმა თქვა 2 დღის წინ, ესე იგი თუ არ ხარ მაგიდასთან, ხარ მენიუში.
ხო, ძალიან სწორი, ძველი და სწორი შეფასება. ნამდვილად და ჩვენ მართლა არც მაგიდასთან ვართ, მენიუში ნამდვილად ვართ და კითხვა ხონდა დაცვას ხოლმე ვის მენიუში ვართ. ვის მენიუში ვართ ისტორიულად, ტრადიციულად. თუ შენ არ ხარ შენს მეგობრებთან და პარტნიორთან ერთად, თუ ისინი შენ ზურგს არ გაძლევენ, არ გეხმარებიან ფინანსებით, შეერაღებით, პოლიტიკური გაძლიერებით, ესე იგი ვინ გადაგსანსლავს? აქ ორი პასუხი არსებობს? არა. საქართველოს ისტორიაში არის ერთი კაფიო პასუხი და დღეს ხდება ეს საქართველოს ტერიტორიის დარჩენილი 80%-ის მიერთება ტყუის გარეშე, გასროლის გარეშე იმ 20%-თან, რომელიც არის უკვე de facto ოკუპირებული, ხო, რეალურად და ჩვენ ვუყურებთ სცენარს, რომელშიც რეალურად არაფერი ქართული, აი, მოდი წავიდეთ გადავდოთ ევროპა, ხო, აი, ეს მინდა ხოლმე ხშირად რაღაცა აი შევცვალოთ, ხო, თქვა ფორმულა და გადავდოთ ევროპა საერთოდ, აი, არ მივიდეთ ევროპული კავშირისკენ, არ მივიდეთ ნატოსკენ. აი, რამე ქართული ნორმალურ დღეში არის დღეს. ქართული ჯარი, ქართული პოლიცია, ქართული სასამართლო, აი, ქართველის ყოფა სოციალურ გარემოში, პოლიტიკურ გარემოში, ქუჩაში დაცულობა, ხელფასი, პენსია, დასვენების შანსი, რა ვიცი, რამე დარჩა ისეთ ეს, აი, მნიშვნელოვანი და ყოფილიც ახლა არ ვახსენე, რაც ყველას გვეხება, რამე ქართული არის ნორმალურ მდგომარეობაში? არა, არაფერი. აი, რა შოშია ევროპული კავშირი? აი, ხა, წარმოგიდგენთ, იმდენად პარანოიული არიან, 6 წელია გაგვირბიან დებატიდან, 6 წელია. გუშინ გამოვიდა ეს კაცი და deep state-ის ბრალიაო, რომ მე გავიქეცი დებატიდანო. ასეთი რამე გაგიგიათ? ანუ ლოგიკის მქონე ადამიანია საკმარისი, ლოგიკის მქონე ადამიანია დაინახოს, აქ პოლიტიკა გადავდოთ, ხო არ მეინტერესებს ამ შემთხვევაში, არც ჩემ პარტია, არც სხვა პარტია, ელემენტარული ლოგიკა, კაცი, რომელიც გაგვექცა ეთერებიდან, რომელმაც დაიჭირა მთელი პოლიტიკური სპექტრი პრინციპში, რომელიც აკრძალული გვემუქრება სამ ძლავრ პოლიტიკურ ძალას, ეხლა ამბობს, რომ დებატი ევროპაში ქონდათ კამათის მოედნის ტრადიციაო. აი, გაგიჟება შეიძლება. აი, რა უნდა თქვა ესეთ ვითარებაში, ხო? ამიტომაც ამ ყველაფერს უნდა თქვას კაფიო სახელი, უნდა გვახსოვდეს, რომ ქართულ სახელმწიფოს ვკარგავთ და ყველა ქართველის ვალია, ყველა მოქალაქეს გულისხმობ აქ ცხადია, რომ ადგენს და დაიბრუნეს ეს სახელმწიფო ჩვენთან ერთად, და პოლიტიკოსები არ ვართ რაღაც გლადიატორები, ყველა მოქალაქე არის პოლიტიკოსი დღეს. და ჩემზე კარგი პოლიტიკოსები არიან და ჩემს კოლეგებზე კარგი პოლიტიკოსები არიან, ყველა ვინც მიდის და სწორ არჩევანს აკეთებს, ყველა ვინც საკუთარ მეზობელს ეუბნება ერთით მეტ სიტყვას, ყველა ვინც რაღაც ძალისხმევას იღებს, ხო? დღეს ყველა ვართ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთად. აი, მე ვინ იქნება პროფესიით პოლიტიკოსი და ვინ იჯდება პარლამენტში, ვინ საკრებულოში, ვინ მთავრობაში, ეგ არის საერთოდაც მეორე და ჩემთვის უინტერესო სრულიად ამ მომენტში საკითხი. თავი რომ ყველა ერთად როგორც დღევანდელმა მებრძოლებმა მივიყვანოთ ეს ქვეყანა სამშობლოზე.